თითქმის ერთი კვირა გავიდა, რაც ირაკლი კობახიძემ ღია წერილი მისწერა დონალდ ტრამპს და მზაობა გამოთქვა ურთიერთობის გასაახლებლად, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციას ამ დრომდე საპასუხო გზავნილი არ მიუღია შეერთებული შტატების მხრიდან. ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ არც დახურული მიმოწერა ყოფილა და არ მიუღია დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან და ასევე ჩანს, რომ ის უახლოეს პერიოდში სავარაუდოდ არ ელოდება, რადგან ამ დუმილს უკვე იღებს როგორც პასუხს და ამბობს, რომ ეს მნიშვნელოვანი პასუხია. ჩვენ ვცადეთ გაგვეგო თუ როგორ აღიქვამს ამ დუმილს ქართული ოცნების ლიდერი, თუმცა მან თქვა, რომ ეს მხოლოდ ქართული ოცნების საქმეა, შესაბამისად თავად განმარტავენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დუმილს და ის მეტ განმარტებას არ აკეთებს, ასევე არსაუბრობს თუ რა პერსპექტივა არსებობს შეერთებულ შტატებსა და ქართულ ოცნებას შორის ურთიერთობაში, რომლის განახლების დაპირებასაც თავად ქართული ოცნება იძლეოდა წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომაც. ჩვენ ბუნებრივია ასევე შევახსენეთ მას პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატებიდან პარტნიორების გზავნილები, რომ ქართულმა ოცნებამ იცის რა უნდა გააკეთოს ურთიერთობის გასაახლებლად. გვინდოდა კობახიძეს ეთქვა თუ რა არის გასაკეთებელი, ისინი რას ხედავენ საკუთარ გეგმაში, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ ის ცდილობს გაიგოს რა აქვს გასაკეთებელი ოცნებას და პასუხებს ვერ იღებს მათ შორის ვერც შეერთებული შტატების მაღალჩინოსნების მხრიდან. მეგობარი აქტი არის მტრული აქტი ქართული ხალხის მიმართ და საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. არ უპასუხიათ, თუმცა დუმილის ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი. დუმილი რას გეუბნებათ, ბატონო ირაკლი, გეთანხმებიან შეერთებულ შტატებში თქვენი აზრით? მაგას ჩვენთვის განმარტავთ და ბოლომდე დავწერთ. როგორ განმარტავთ? ბატონო ირაკლი, სახელმწიფო დეპარტამენტმა მეორე დღეს თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ და მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს ურთიერთობაში. არაერთხელ დაგვისვამს კითხვა რა უნდა გავაკეთოთ? ხო ამბობენ ამას, რომ იციან რა არის გასაკეთებელი. ვეკითხებით ხოლმე, აბა რა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. რამდენჯერაც ვკითხეთ რა უნდა გავაკეთოთ, ვერ გვეუბნებიან. მაგალითად, ვეღარ გვეუბნებიან, რომ სიტყვაზე გამჭრელობის კანონი უნდა გავაუქმოთ. ხო, რატო ვერ გვეუბნებიან? იმიტომ რომ ახალმა ადმინისტრაციამ თვითონ აღიარა, რომ ეს კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ირაკლი კობახიძე იმედგაცრუებული დაბრუნდა ალბანეთიდანაც, სადაც ის პოლიტიკურ სამიტში იღებდა მონაწილეობას და მას ჰქონდა კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან. ის ამბობს, რომ ვერ მიიღო პასუხი თუ რა ითხოვს ევროკავშირი ქართული ოცნებისგან და კობახიძე ცდილობს საზოგადოებად დაარწმუნოს, რომ თითქოს ევროპელ პარტნიორებს არ აქვთ არგუმენტები, არ იციან რას ითხოვენ ქართული ოცნებისგან და თავად ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მოთხოვნები არის საკმაოდ ზოგადი და მას სჭირდება არგუმენტირებული საუბარი. ჩვენ ვკითხეთ რა პასუხები მიიღო მაკრონისგან, რა ეტაპზეა ურთიერთობები, მან მიიღო თუ არა რაიმე დაპირება, ან თავად დაიკმაყოფილა თუ არა ინტერესები ევროპელ პარტნიორებთან მათთან კომუნიკაციის დროს, თუმცა ის ამბობს, რომ მას ჰქონდა მცდელობა კითხვები დაესვა და პასუხები მათგან ვერ მიიღო. ამის შემდგომ ჩვენ ბუნებრივია მას ჩამოვუთვალეთ საჯარო განცხადებები მოთხოვნების შესახებ, რომელიც წაყენებულია ქართული ოცნების მიმართ, კრიტიკული გზავნილები, რომელიც კონკრეტულ საკითხებს შეეხება ეს ადამიანის უფლებებს, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას, საგარეო კურსის ცვლილებას და სხვა კრიტიკული საკითხები ჩამოვუთვალეთ, რის გამოც დაიწყო ევროკავშირმა პოლიტიკური ურთიერთობების გაწყვეტა, დასანქცირება ოცნების ლიდერების და სხვა გადაწყვეტილებები მიიღო ოცნების წინააღმდეგ. თუმცა ის ამბობს, რომ მას უფრო მეტი საუბარი სჭირდება და მეტი არგუმენტი ამ საკითხებთან დაკავშირებით. დღეს გამოჩნდა, რომ ქართული ოცნება არ აპირებს ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციის შემდეგაც რაიმე შეცვალოს საკუთარ პოლიტიკაში, რადგან ის ისევ ადანაშაულებს ევროპელ ლიდერებს deep state-ის გავლენების გატარებაში და ამბობს, რომ ისინი ექცევიან უსამართლოდ ქვეყანას. ქართული ოცნების მიმართ კრიტიკა ოცნების ლიდერის მიერ გადათარგმნილია როგორც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედება. როცა ვესაუბრებით ხოლმე იმაზე თუ რამდენად უსამართლოა მიდგომა ჩვენი ქვეყნის მიერ, გამოსვლაც ჰქონდა მრგვალი მაგიდის ფორმატში. სადაც ძირითადად მესამედი დაახლოებით ჩემი სიტყვის დავუთმე იმაზე საუბარს, თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თავი არ აუწევია მაგალითად ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. თავი არ აუწევია, იმიტომ რომ არ სიამოვნებდა საუბარი იმ ფაქტებზე, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. აკროთან იყო ხანმოკლე საუბარი და ჩვენ შევჯერდით
აღქმასთან დაკავშირებით, საერთო აღქმა გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები, ეს შემიძლია ზოგადად გითხრათ. როგორი მომენტში შეძლებთ? შევარჩევალი, იმიტომ რომ ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი, ამის გახმოვანების საშუალება არ გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური. გეუბნებიან ვერაფერს. რას ვერ გეუბნებიან? რა უნდა გააკეთოთ არის? აი, თქვენი ვიზიტის შემდეგ მარტა კოსი საუბრობს, რომ ევროპული კურსს უნდა დაუბრუნდეს ქართული ოცნება. თქვენი საგარეო ის რომ ჩვენ არა ვართ ევროპული კურსის მიმდევარი. რაში დიპსტეიტზე საუბრობთ ბატონო ირაკლი და დანაშაულებთ დასავლეთს არა თქვენ დიპსტეიტზე ტრამპ ჩვენ ვეხვეწებოდით მოენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი არ მოგცეს და ჩვენ გვითხრეს რომ არ ვიყავით პროევროპული. ჩვენ ვეხვეწებოდით გაიხსნათ მოლაპარაკებები, არ გაგვიხსნეს და ჩვენ გვითხრეს რომ არ გვინდოდა ევროპული ინტეგრაცია. ვის არ უნდოდა ხო ჩანს? თქვენი პასუხისმგებლობა არ არის არც ერთ ამ ნაწილში. ეს ხო მათემატიკური სიზუსტით დგინდება. როდესაც ამას არ აქვს რაციონალური ახსნა შეიძლება მოძიოთ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ ვიღაცა აფათურებს ხელს ევროპული ბიუროკრატიის საქმიანობაში. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, რომ რაიმე მოგთხოვოს ჩვენ. ამიტომ კეთილი ინებონ, საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. ჩვენ არაფერს შეცვლას არ აპირებთ. ჯერ დაგველაპარაკონ არგუმენტებით დაგველაპარაკონ. ქართული ოცნება მოვლენებს ისე წარმოაჩენს, თითქოს ევროპელი პარტნიორები არიან დამნაშავეები იმაში, რომ პოლიტიკური კონტაქტები გაწყვეტილია ევროკავშირის სახელმწიფოებსა და ქართულ ოცნებას შორის. არადა ეს გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში მიიღო, როცა ქართულმა ოცნებამ მიიღო რეპრესიული კანონები და აგენტების შესახებ კანონი, მიუხედავად ბევრი გაფრთხილებისა, რომ ეს სწორედ გამოიწვევდა კავშირების გაწყვეტას. ამის შემდგომ პარტნიორები არათუ დახურულ კარს მიღმა ესაუბრებიან ქართული ოცნების ლიდერებს, არამედ საჯაროდ აყენებენ მოთხოვნებს, რაც წინაპირობა ურთიერთობის გასაახლებლად. ამასობაში ქართულ ოცნებას დაეწია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ოცნებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ეს იყო მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა, დაუსჯელი მოძალადეები, საგარეო კურსის ცვლილება, რაშიც იგულისხმება 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და არჩევნები, რომლის გამოძიებაც დიდი ხანია ისმის პარტნიორების განცხადებებში. თუმცა დღეს ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთოდ არ არსებობს, ის დიპსტეიტის ქვედანაყოფია და ასევე ამ რიტორიკით საუბრობს კახა კალაძეც. შესაბამისად ისინი რიტორიკას არ ცვლიან პარტნიორების მიმართ და ამჯერად ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა მათი სამიზნე. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არსებობს. არის დიპსტეიტის ჩვეულებრივი ქვედანაყოფი, იმდენად აქვს დაკარგული ლიეტუვას თავისი სუვერენიტეტი, რომ არავითარი დამოუკიდებელი ფასი არ აქვს, ბუნებრივია საგარეო საქმეთა სამინისტროს არავითარ განცხადებას. ეს არის ჩვეულებრივი დიპსტეიტის ქვედანაყოფი, უცხოური აგენტურის მორიგი წარმომადგენლობა. აქედან გამომდინარე ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ლიეტუვის ხელისუფლება ვერ შეაყენებს ტრადიციულ მეგობრობას ქართულ და ლიტველ ხალხებს შორის. ვინ ეკითხება ამ კონკრეტული ხათუ? გვარი არ მახსოვს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ხო რაღაცა წარმომადგენელს, ვინ ეკითხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიოს და რა ვიცი, შემოვიდეს იმაში მზიელობაში თუ რა კანონს მიიღებს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი. ეს დამოკიდებულება არის პირველ რიგში შესაძლებელი. ჩვენ როცა გვინდა ევროინტეგრაცია ბატონ კახა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები აკვირდებიან, როგორ მოქმედებს სახელმწიფო იყოს, ძალიან კარგად უნდა გაითავისოს ყველამ, რომ საქართველო არ არის რომელიღაცა ქვეყნის უკანა ეზო. საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ასეთია მთავარი ფრაგმენტები ინტერვიუებიდან, განცხადებებიდან, რომელიც დღეს გააკეთეს ერთის მხრივ ირაკლი კობახიძემ და ასევე კახა კალაძემ. თუმცა ისინი დიდხანს საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობას, რომ ამის მცდელობა აქვთ უკვე წლების განმავლობაში და რომ თითქოს ქართული ოცნება ითხოვს ისინი ელაპარაკებოდნენ კონკრეტულ მოთხოვნებზე და ოცნება წარმოაჩენს, რომ ის მონდომებულია და სურს ურთიერთობის განახლება, თუმცა მეორე მხარე, ამ შემთხვევაში ევროკავშირი და შეერთებული შტატები ამაზე უარს ამბობს. რაც შეეხება მოთხოვნებს, რაც წაყენებულია იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები შედგეს, ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ოცნებას ჯერ კიდევ არ აქვს კონკრეტული პასუხი და დღეს ვერ მივიღეთ პასუხი, რამდენად შეძლებს ქართული ოცნება ურთიერთობის გაახლებას, როგორც ევროკავშირთან, ასევე შეერთებულ შტატებთან, რადგან ამ დრომდე დუმილის რეჟიმშია მასთან დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.